გაფართოების მონაწილეები და არაობიექტები პარტნიორობა დაპირისპირების ნაცვლად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ კანდიდატი სახელმწიფოების ერთიანობა მნიშვნელოვანია. ბელგრადის დეკლარაცია მიღებულია სოფო ბერიძე სერბეთიდან. ბელგრადის დეკლარაცია ხაზს უსვავს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების აღიარებას და იმ პროცესების მიმართ და იმ წესების მიმართ ერთგულებას, რომელიც თავდაპირველად იყო ჩადებული გაწევრების პროცესში. დღეს შემაჯამებელი კომენტარისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ რაც უფრო ხშირად აქვს მას კომუნიკაცია ევროკავშირის წევრ თუ კანდიდატ სახელმწიფოებთან, მით უფრო ბუნდოვანი ხდება თუ სად არის ბრიუსელი ახლა გაფართოების პროცესში. შალვა პაპუაშვილი ამბობს იმასაც, რომ წინაღობები, რომელიც საქართველოს ამ გზაზე აქვს, ახალი არ არის და ბოლო 2 დღის განმავლობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მსგავსი ტიპის გამოწვევების წინაშე დგანან სხვა კანდიდატი სახელმწიფოებიც. თავად ეს გამოწვევები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს. ბელგრადის დეკლარაციით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებმა ევროპისკენ მიმავალ გზაზე მყოფი სახელმწიფოების თანამშრომლობის უნიკალური და მუდმივი ფორმატი დააფუძნეს. დეკლარაციის ხელმომწერები ევროპული მომავლისადმი ერთგულებას ადასტურებენ და თანხმდებიან, რომ ინტეგრაციას კანდიდატებს შორის ერთობა სჭირდება. ყველა თანხმდებით იმაში, რომ საჭირო არის ერთი ხმით საუბარი ბრიუსელთან, მაშინ როდესაც მიდის სხვადასხვა ოფციებზე თუ ვარიანტებზე ფიქრი ევროკავშირის შიგნით, თუ როგორ მოხდეს ახალი წევრების მიღება თუ არ მიღება, იყოს ეს სრული წევრობა, ნახევარწევრობა, არაწევრობა და არასრულფასოვანი წევრობა, მეორე ხარისხოვანი წევრობა, ხედავთ, რომ ყველანაირი ვარიანტი გვესმის, მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა საკუთარი სიტყვა თქვა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ობიექტები გაფართოებით, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ გაფართოების პროცესის მონაწილენი, ევროკავშირის მომავლის თანაშემოქმედები, მისი შინაარსით, ფორმით და პროცედურების გათვალისწინებით. დეკლარაციით კანდიდატი ქვეყნების შეთანხმდნენ, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებულ პრობლემებს ერთობლივად გაუმკლავდებიან და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. ასევე ახალი ფორმატის მონაწილეები ევროპულ ინსტიტუტებსა და ევთოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართავენ, რათა ისინი კანდიდატი ქვეყნების ინიციატივას დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდნენ. ბელგრადის დეკლარაციის მიღებით ასევე დავადასტურეთ ჩვენი ყველა ქვეყნის ერთგულება ევროპული გზისადმი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი ეკონომიკისთვის საუკეთესო გზისადმი, ასევე როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის შემდგომი გამტკიცების საუკეთესო გზისადმი. ამავე დროს კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი სრული ერთგულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპებისადმი და საერთაშორისო სამართლის პატივისცემისადმი. უპირველეს ყოვლისა კი მისი ფუნდამენტური პრინციპისადმი. საერთაშორისო დონეზე აღიარებული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისადმი. ჩვენ ერთად ვაგრძელებთ მუშაობას ევროპულ რეფორმებზე. კანდიდატი ქვეყნები უნდა იყვნენ პარტნიორები და არა კონკურენტები. ეს ბელგრადში გამართული ღონისძიების შემაჯამებელ ბრიფინგზე უკრაინის რადის თავმჯდომარემ თქვა. რუსლან სტეფანჩუკს მიაჩნია, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ერთმანეთს უნდა გაუზიარონ წარმატებებიც და შეცდომებიც. აქედან რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილით მივდივარ. პირველი გზავნილი ის არის, რომ ჩვენი შეხვედრა წარმატებული იყო. ევროკავშირისკენ ჩვენი გზა სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის. და შენ სწორად თქვი, ჩვენ კონკურენტები კი არა, პარტნიორები ვართ ამ გზაზე. ჩვენ უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს წარმატებები, უნდა გავუზიაროთ შეცდომები, უნდა გავუზიაროთ ჩვენი თანამშრომლობის შედეგები, რადგან ყველას ერთი გზა გვაქვს, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. მეორე გზავნილი, რომელზეც დღეს ჩვენს კოლეგებთან ერთად ვისაუბრეთ, ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას ეხება. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სადამფუძნებლო ღონისძიებაზე შეთანხმდნენ, რომ ახალი ფორმატის შემდეგი მასპინძელი ქვეყანა მოლდოვა იქნება. სერბეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარმა სერბმა კოლეგამ პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა, რა დროსაც მასპინძელმა გამოყო საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები, ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვანი პროგრესი და საქართველოს ურყევი ერთგულება სუვერენიტეტის მიმართ.